სანამ დათესვას დავიწყებთ, ჯერ ნიადაგი უნდა მოვამზადოთ, უნდა დავიცვათ ახალი სუსტი ჩითილები ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან და ამისათვის გთავაზობთ, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვიყენებ ფიტოსპორინს, რომელიც შეიცავს ცოცხალ უჯრედებს და აქტიურ ბიოლოგიურ მასალას, ბაქტერიებს, აგრეთვე ზრდისთვის საჭირო მიკროელემენტებს, როგორიც არის ბორი, რკინა და მრავალი სხვა, გუმსაც შეიცავს, რომელიც ზრდაში ეხმარება მცენარეს, მაგრამ რადგან ეს ცოცხალი ბაქტერიებია, ხმარებამდე მინიმუმ 9 საათით ადრე უნდა გავხსნათ. ჩავყრი მე ოთახის ტემპერატურის წყალში, თვალის ზომით ვაკეთებ, კარგად მოვურევ, განსაზღვრად თუ საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა, მე ვსაზღვრავ ფერით, როგორც კი წყალი დაკარგავს თავის გამჭვირვალე ფერს და ოდნავ შეფერადდება, საკმარისია, მეტი არ არის საჭირო, გადაჭარბებული წამალიც კი ცუდია. ესე. ეხლა მხედავთ, ოდნავ შეფერადდა. მე ახლა ამას ოთახის ტემპერატურაზე დავტოვებ მინიმუმ 9 საათით, ან იმ დრომდე, როდესაც მეცლება თესვის დასაწყისად და ნახოთ შემდეგი პროცესიც. ვაპირებ დავთესო კამპანულა, ზარები, დაბალი ნიადაგმფარავი, ეს საკუთარი თესლია, მოვამზადე წარწერა, რომ არ ამერიოს სადრას თესავ, ეს არის აგრეთვე ჩემი აღებული თესლი ჟოლოსფერი არმერის, ესენი ცოტა ისეთი ბაბუაწვერას თესლს გავს, ცოტა ბევრი ნაგავიურევია შიგნით, მაგრამ რადგან მე დეზინფექციას ვაპირებ მიწის და ისე დათესვას, ეს ნაგავი არაფერს არ უზამს, პირიქით გააფხვიერებს მიწას, ამის გამორჩევის თავი არა მაქვს, აგრეთვე ვერონიკას ვაპირებ, დავთესო ლურჯი, სპიკატა და ავიღე 2 წლის წინ თესლი ვარდისფერი დელფინიუმის, თუმცა მე მგონი თესლი მართლა ეს არის, აქ გამოსარჩევია. არც ისე აღფრთოვანებული ვარ, ჩვენში დარჩეს ვარდისფერი ვერონიკი, დელფინიუმით, მაგრამ რას ვიზამთ? საერთოდ დელფინიუმების თესლი საკუთარი ჭობია, წინა წლის აღებული რო დაითესოს, სტრატიფიკაცია უნდა გაიაროს, ანუ ერთი თვე მაინც მაცივარში იყოს, ეს კი იყო მაცივარში. ნუ აქედან 1-2 შეიძლება გამოვიდეს და ჩემთვის საკმარისი იქნება, მე ესეთი ვარდისფერი მომენტები ძალიან არ მომწონს ბაღში. სამაგიეროდ შევიძინე აი ესეთი ფერის დელფინიუმი, ეს არის ახალზელანდიური ფორმის ჯიშის, საკმაოდ მაღალი იზრდება, ესენი უკვე მქონდა მე და სამწუხაროდ ლოკოკინებმა სულ შემიჭამეს. უნდა დელფინიუმის ყიდვის დროს აუცილებლად და საერთოდ უნდა მიაქციოთ აღების დროს, ეს არის აღებული 1 წლის წინ. ანუ მე ეს სადღაც 2 კვირა მიდევს მაცივარში, არც კი ქვევით ვდებ ხოლმე, სადაც ბოსტნეულს ვინახავთ, რომ სტრატიფიკაცია გაიაროს, ანუ ყინვაში მოხვდეს. ეს ძალიან მინდა რომ გამოვიდეს და ამჯერად რომ ჩავრგავ მიწაში რომ გადავიდე, მბლომად კვერცხის ნაჭურს მოვაყრე გარშემო, იქნები დავიცვა რამენერად ლოკოკინებისგან, პირველი ამას ჭამენ და მერე გადადიან ხოსტაზე. მოვიმარაგე კონტეინერები, მე რადგან ბევრი არ მინდა ავიღე პატარა კონტეინერები,
ამას დავხრიტავ, პატარა, მაგრამ მაღალს ვიღებ, იმიტომ რომ ქვემოთ რომ მიწას ჩავყრი და ჩავთესავ თავზე, დავაფურებ სათბურივით, ეფექტს გავაკეთებ, ამას ესე გავჭრი, დავხრიტავ. და ამას მე ესე დავაფარებ ხოლმე, გავხსნი, როდესაც კონდენსატი მოგროვდება, სამაგიეროდ ეს მაღალი რომ არის, შიგნით ჩითილი რო გაიზრდება, ზრდის ადგილი დარჩება, დაბალი არ ივარგებს. გამზადებული მაქვს ფიტოსპარინი, იმისათვის რომ მიწა გავაუვნებელყოფო ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან. ავიღე მიწა ქართული ფლორა, რამოდენიმე ვარიანტი ვნახე, მაგრამ ძირითადად არის ტორფისგან და ტორფში პერლიტია არეული. მე არ მომწონს ტორფში გახარება, აქ ტორფიარეულია, მაგრამ არის მიწაც, თუმცა თუ შეხედავთ პერლიტი არც ისე ბევრია, ამიტომ მაქვს პერლიტი, იმასაც ავურევ ერთმანეთში და შემდეგ ვიზამ ასეთ რამეს, ამას რო დავხრიტავ კონტეინერებს, ჩავყრი მიწას შიგნით სადღაც 2 სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრი ნახევარზე, მთლიანად კონტეინერს ჩავდებ გაუვნებელყოფილ წყალში, რათა მთლიანად გაიჟღინთოს. მიწა ჩავყარე, დასაწყისისთვის ბევრი არ უნდა, რომ წამოიზრდება მწვანე მასა, შემდეგ ძალიან ფრთხილად უნდა მოუყაროთ გარშემო და კონტეინერის სიმაღლე უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. მიწა რომ ჩავყარე, ერთი მუჭა პერლიტიც მივაყარე, ავურევ, თუ რამე სქელი მასა შემხვდა, ესეთი მკვრივი დავშლი. მოგეხსენებათ, მე მიწაში არეული ტორფი მაქვს და არა ტორფში ოდნავ არეული მიწა. როგორც ვთქვი, მიწა უნდა იყოს ნატრიუმის გარეშე, საკვები ნივთიერებების გარეშე. კარგად მოვასწორებ. ხელით ოდნავ მივტკეპნი. ავიღებ თესლს. ამჯერად ავიღე არმირიას თესლიდან უფრო ჩანს. თქვენთვის დასანახი რო იყოს. მივიდა. მე ბეკირებისას განცალკევება გამიჭირდება ამის. ეხლა ავიღებ და ამას ძალიან ოდნავ მოვაყრი მიწას. საერთოდ თავზე მიწა ეყრება იმ სისქეზე, რა სისქის თესლია. სისქის არის თესლიც. ძალიან ნაზად. ბევრი არ უნდა, სიბნელეში უნდა გახვივდეს თესლი, ბევრი რო იყოს, გაუჭირდება. არ იფიქროთ, რომ ეხლა მე ბევრი მოვაყარე, ეგზეთ მეტი, რაც ამას გადავდებ ხელში. ოდნავ მივტკეპნი და შემდეგ ამას ვდებ წყალში. წყალში რატომ ვდებ, იცით? ზემოდან რომ მოვასხა, გაიფანტება ეს მარცვლები. თავზე დაფარებისასაც კონდენსატს ექნება პრობლემა და პერიოდულად რო ჩაწვეთდება, გაყრის თესლებს აქეთ-იქით. და აი წყალში რო ჩავდგა, ქვემოდან წყალი რომ ავას
ჩაქაჩავს ქვევით თესლებს. გავამზადე ჭურჭელი, რომელშიც ჩავასხი ფიტოსპარენიანი წყალი, ბევრი არ უნდა. გამზადებულ კონტეინერს, რომელშიც ჩავთესე კამპანულა ამჯერად, ჩავდებ და დაველოდები, რომ ბოლომდე დასველდეს. შემდეგ ამოვიღებ და მზიან ადგილზე დავდებ, მაქსიმალურად მზიან ადგილზე. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც დავაფარებთ, თავზე უნდა ეფაროს თავისივე თავსახურს, ის გაიკეთებს კონდენსატს. პერიოდულად უნდა გავანიაოთ ხოლმე, დიდი ხნით არა, კონდენსატი გადავწმინდოთ. განსაკუთრებით, აი ესეთი სანამ თესლი წამოვა, ეს საშიში არ არის. გაღვივდება, მაგრამ კონდენსატი მაინც რო ვარდება ხომ ქვემოთ, გაწევა იცის თესლების, ასე რომ სასურველია მაინც გავწმინდოთ ხოლმე. პირველი პერიოდი, სანამ არ დაინახავთ, რომ წამოვიდა მწვანე მასა, ამას ფაქტიურად არაფერი აღარ ჭირდება. მერე უბრალოდ კონდენსატი უნდა მოვწმინდოთ. მე პერიოდულად გაჩვენებთ, სავარაუდოდ შორტების სახით ჩავაგდებ ხოლმე, რა პროცედურებს ვაკეთებ და მიადევნეთ თვალყური. ამჯერად დაგემშვიდობებით, თქვენი შაბათის მებაღე. არხი გამოიწერეთ და მომიწონეთ თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო.